საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. იმედია ინტერნეტ პრობლემა აღმოფხრილია და არ შეგვიშლის ხელს. მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით გესაუბროთ, როგორც ეს დღეები არის მუსირებს, ესე რომ ვთქვათ, საზოგადოებაში რაღაცა ორჭოფობის აზრი, რომ თურმე კანონიერი ხელისუფლება აღდგა და აღდგენილი არის. გვეშველა ქართველებს რაღა გვიჭირს აწი ამდენი 32 წელიწადია, მეტი უფრო სწორად 33 წელიწადია. უკანონო რეჟიმების ხელში ვართ და თურმე აგერ რა შეკრებილან 32 კაცი და აღუდგენიათ კანონიერი ხელისუფლება და ასე მარტივი თუ იყო კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, თქვენ, კაი დედმამიშვილებო, ამდენი ხანი საბრძანდებოდა ეს ხალხი და 33 წელი 32 ადამიანმა ვერ მოიყარა თავი, რომ ეროვნული ხელისუფლება აღდგენილად გამოეცხადა და ასე შემდეგ. ან მაინტერესებს ერთი 32 ადამიანი როდისმერე იყო საკმარისი საიმისოთ, რომ რაღაცა იურიდიული გადაწყვეტილება იქნა, სახელმწიფოებრივი დონის იურიდიული გადაწყვეტილება მიღებული და ესე შემდეგ რა, უამრავი სხვა რაღაცა. მერე და მესამე, თქვენ კაი დედმამიშვილებო, აღდგენით, უნდა აღდგეს ის, რაც გაუქმებულია და მაინტერესებს ზვიად გამსახურდიამ და ეროვნული ხელისუფლების მაშინდელმა წარმომადგენლებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი? ქონდათ კაპიტულანტები იყვნენ, რომ დღეს გაიარა კაპიტულაციამ და აღდგენა განხორციელდეს. დასრულდა ოკუპაცია ქვეყნის და ასე შემდეგ. მაინტერესებს. ასეთი რაღაცა არსებობს, ასეთი დოკუმენტი არსებობს, სადმე ვინმეს გაგიგიათ. მერე და მესამე მაინტერესებს ერთი საკითხი, თუ კი რაღაცა აღადგინეთ, კაცმა რო გკითხოთ, იმ სახელმწიფოს და რეალურად კანონიერ სახელმწიფოს თავისი გერბი ქონდა, თავისი ჰიმნი ქონდა, თავისი დროშა ქონდა და ჰერალდიკა ეს არის აუცილებელი და დამახასიათებელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც განასხვავებს ის სხვა სახელმწიფოდან ან სხვა რეჟიმებიდან. მიშას დროშით, მიშას გერბით, მიშას ჰიმნით, რომელიც ახლა სახელმწიფოდაა მიჩნეული, ეროვნული ხელისუფლება აღდგარი ერთი დროშა არ იყო ჩამოგიდებული. მერე თან აღდგენა გამოაცხადეთ და თან უცებ გურამ აფსანძე, რა ვიცი, მთავრობის თავმჯდომარედ გამოაცხადეს ეს კიდე ცალკე საკითხი, მაგრამ აფსანძე მთელი ამ ხნის მანძილზე ხან მონაწილეობდა არჩევნებში, ხან არ მონაწილეობდა არჩევნებში, ხან მიშას მთავრობაში მინისტრი იყო, ხან არ იყო, ხან ეს რა მარაზმი არის? მართლა მაინტერესებს ერთი რა მარაზმი შექმნით. ვერ ხვდები. ერთი იმ უზენაეს საბჭოს და ის დეპუტატები არიან და ყველა არ დასწრებია მაგ ყველაფერს. და ეს რო ნაწილი, ვით მოგცათ თქვენ უფლება რაღაც ნაწილმა რაღაცა გადაწყვეტილები მიიღოთ, მაგრამ ხა ჩემთვის ძალიან მარტივად არის გასაგები და მინდა საზოგადოებას გავაცნო, რასთანა გვაქვს საქმე, რატომ ახლა, რატომ ამ დროსა და სივრცეში და ასე შემდეგ. თავშივე მინდა ვთქვა, ის რაც ჩატარდა ეგრეთ წოდებული უზენაესი საბჭოს აღდგენის, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის სახელით, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კლოუნადა, არანაირი იურიდიული საფუძველი ამ ყველაფერს არ გააჩნია, ეს ერთი, არანაირი კანონიერი ხელისუფლებას ისინი არ წარმოადგენენ, კი, შეიძლება წევრები იყვნენ, მაგრამ ამ მომენტში და მათი გამოცხადებით, ესე იგი რა გამოდის, რომ შენ თუ აღდგენ კანონიერ ხელისუფლებას, ესე იგი ქვეყანაში ყავს უკანონო ხელისუფლება, ხო? კანონიერი ხელისუფლება შეიძლება იყოს დევნილი, მაგრამ მის ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლება არსებობდეს და ასევე არსებობდეს მეორე ხელისუფლება, რომელიც არაკანონიერია, მაგრამ დე ფაქტოა, რომელსაც ძალაუფლება აქვს. თქვენ თუ კანონიერი ხელისუფლება უკვე აღადგინეთ, ახლავე ვყრი ყველაფერს, მოვდივარ და
თუკი ცხონებული ზვიადგამსახურდია მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობა რისთვისაც იბრძოდა ის თუ არის აღდგენილი, პირველივე ვეწერები ქართულ ეროვნული არმიის შეიარაღებულ ძალებში. რომ ემსახუროთ ჩემი დარჩენილი სიცოცხლით ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას. და დავიცვა ჩემი ქვეყანა. სადა გაქვთ ერთი, ან ჯარი სადა გყავთ, ან პოლიცია სადა გყავთ, ან უშიშროება სადა გყავთ, ან რა სადა გყავთ. რა აღადგინეთ ერთი. რა აღადგინეთ. ეს არის ცინიზმი და ეს არის შეურაცხყოფა. პირველ რიგში ცხონებული ზვიადგამსახურდიასი, მისი სულის, მისი ხსენების და იქ ბარეორი პიროვნება, რომელზეც არსებობს ლეგიტიმური ეჭვები და არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომ ეს ადამიანები თავის დროზე მონაწილეობდნენ ზვიადგამსახურდიას მკვლელობაში, მის გაყიდვაში და გარიგებაში, რომელსაც დღემდე არ აქვს პასუხი გაცემული და დღემდე არაა გამოძიებული ჩვენი ქვეყნის პირველი და ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის მკვლელობა. კაცს არ გამოუძიებია. აქ შეიკრიბეთ სახელმწიფო აღადგინეთ. რო კითხოთ კაცმა, თქვენ ჯგუით ეს თქვენ ჯგუაში კაცო. თქვენ ჯგუაში კი ბატონო, თქვენ ჯგუაში შეიძლება ებათ რა ქვია, რომის იმპერატორებად გამოაცხადოთ თავები, არაა პრობლემა. არა, ფურცელი არ წითლდება. შეიძლება მაგ ფურცელზე დაწეროთ მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა აკრძალოთ, მაგრამ არ ნიშნავს ისე რომ მზე არ ამოვა და არ ჩავა. ამიტომ აქ ამას თავისი მნიშვნელობა, აქ ამას თავისი არსი და მინდა თავშივე გითხრათ, ეს არის ბლეფი, ეს არის ტყუილი, ეს არის ხელახლა საზოგადოების დაბნევა, შეცდომაში შეყვანა, უამრავი ღირსეული ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა და იბრძოდა იმ პერიოდში, საერთოდ არ მივიდა იქ. არ მინდა ახლა ყველა სახელები და გვარები დავასახელო, 2-3 მივიდნენ, მიაკითხენ სახში და პანგურით გაუშვეს იქედან. რომ აი ცირკში არღებულობდნენ ისინი მონაწილეობას. მორჩა დამთავრდა. დაბრუნეს უკან, გაბუნძულეს და შეიკრიბნენ იქ და ჩაატარეს ის რაც ჩაატარეს, როგორ ჩაატარეს, რანაირადაც ჩაატარეს. მაგრამ რაშია ხალხო საქმე? აი ესეთი აი 32 წელიწადი თურმე კანონიერი ხელისუფლების აღდგენას ჭირდებოდა მხოლოდ ეს შეკრება და აღდგენა და თურმე ასია საქმე, რომ ერთი თურმე ნაცია, მეორე ქოცია ამ იმგანს ვინ გააზავებს კაცო თუ არა ესენი გამზავებლებად არ გამოჩნდნენ ამ ყველაფერში და როგორც გამოგვიცხადეს და როგორც ამბობენ თურმე ნაცივმა ქოცმა ერთმანეთი რო არ შეჭამოს ამ დროს უნდა გამოჩნდეს თურმე კანონიერი ხელისუფლება რომელიც უნდა იყოს აღდგენილი და თურმე ამათმა ყველაფერი თავისი უნდა ქნან. მე გეტყვით აი თავშივე გეტყვით შორს არ წავალ ვისაც გაინტერესებთ რა საფუძვლები არის ამ ყველაფერში. პირველი და მთავარი რატო აი ამ დროს, რატო აი ამ სივრცეში და რატო მაინდა-მაინც ახლა. ძალიან მარტივი არის. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს, საპარლამენტო არჩევნები იყო თუ რუსული კანონის აკრძალვა იყო თუ რაღაც. გამოხარჯა ამ ყველაფერმა თავისი აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი, დარჩა გაშიშვლებული, გატყავებული, გამოგირჩებული, გამოშმირჩებული, გამოქლიავებული ეს ყველაფერი, ეს გარე პროტესტი და ახლა რევანში რომელიც ხდება, ვინმეს არ ეგონოს მე ქოცებზე კაის მთქვენლი ვიყო. ქოცები არის ყველაფრის დამპალი თავი და ქოცებმა მიიყვანეს ქვეყანა აქამდე. უბრალოდ ქოცებს ხელისუფლება რომ წაართვან, რისთვისაც მზადდება ანუ ამ მოქმედ დამპალ რეჟიმს, წინა დამპალმა რეჟიმმა რომ წაართვას ძალაუფლება, რომელსაც უჭერს დასავლეთი მხარს, ჭირდებათ 1000-ნაირი სხვადასხვა არგუმენტები, 1000-ნაირი მეთოდი და ხრიკი. ყველაფერი დაგეგმილია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და აი ზუსტად ამ შემთხვევაში რევოლუციის და არეულობის და გადატრიალების და ამ ყველაფრის შემთხვევაში მათ უნდა გამოაგორონ ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლების სახეები, კანონიერი ხელისუფლების აღდგენილი კანონიერი ხელისუფლების ესე რომ ვთქვათ წარმომადგენლები და თუ შეძლეს და თუ მოახერხეს გადაყირავება, გადმოყირავება ან ასე შემდეგ გამოაცხადონ რომ აი ჩვენ კანონიერი ხელისუფლების სახელით მოვდივართ, წინ გამოყარონ ეს აფსანძე და მისნაირები, უკან დაუდგენ თვითონ და ახლა ხალხი უბრალოდ მოუბრუნდება და იტყვის ხო მართალია, იცით ესენი ზვიადგამსახურდიას ხელისუფლების დროს ზოგი აქ იყო, ზოგი იქ იყო, ზოგი ასე იყო, ზოგი ისე იყო და აი ბრუნდება ეროვნული ხელისუფლება და აი ეროვნული ხელისუფლება ჩვენ ხალხში უნდათ, გაიგეთ, ლეგიტიმაციის მოპოვება, რომ ამ ყველაფრის ესე რომ ვთქვათ შემოქმედებას და ამ მოქმედებას ჭირდება, ასე რომ ვთქვათ,
ხარდაჭერა ხალხიდან და დამხობილი ხელისუფლება უნდა დაბრუნდეს, სინამდვილეში კი რა ხდება? სინამდვილეში ხდება იგივე, რაც ხდებოდა 2003 წელს, როდესაც სააკოვი და მთელი ეს ბანდა, რომელიც მოდიოდნენ ხელისუფლებაში, მათ ჭირდებოდათ ლეგიტიმაციისთვის ეროვნული მოძრაობის ადამიანები, ელემენტები, ზუსტად მაშინ გამოიყენეს აფსანძე და გამოიყენეს ძალიან ბევრი და მე გეუბნებთ ეს მიშისტის ზვიადისტების კლასტერი ძალიან კარგად იქნება ცნობილი ბევრისთვის ვინ არიან ეს ხალხი ეს არის ციკლაური რო ყავდათ ბოცო ეს ეკახერხეულიძე ეს ძუკნა თუ გახსოვთ თვითონ მიშისტის ზვიადისტი რო არის ну აი ეს ახლა კაცი მინისტრად დაინიშნა სააკაშვილის იმაში და თავიანთი მრევლებით რა რეიკორნირებული ზვიადი რო დაინახეს მე რა გაუკეთათ მიშამ ცოტა ხანი ეს ძალაუფლების გასამყარებლად ყავდათ ეს კინგილა ერთი მინისტრად მე რადგან რასაც შეკვირდენო მოგვატყოთ პანგურია მოგვარტყავო გამოგვაგდო და აბა რა ვქნათო ეს ყველაფერი საერთო ჯამში დიდი პოლიტიკის ანარეკლია საქართველოში ამ დიდ პოლიტიკას რომელსაც ჰქონდა შემდეგნაირი სტრატეგია დასავლეთმა ყოველთვის მოატყუა ყოველთვის გაწირა ეროვნული ადამიანები საქართველოში და ეროვნული ხელისუფლება და მე გაგახსენებთ რომ თუნდაც იმ 80-იან წლებში როდესაც ზვიადგამსახურდია მერაბ კოსტავა და მართლა რეალური ეროვნული მოძრაობა მოდიოდა დასავლეთი ხარს უჭერდა დისიდენტების სახით ასე შემდეგ და როდესაც ეს ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში კამდე ჰელსინკის კომისიის და სხვადასხვა შეკრებებზე პირდაპირ დაავალდებულეს მაშინ გორბაჩოვი იმაში რომ გამოეშვათ ეს ხალხი იმიტომ ეს გეგმის ნაწილი იყო იქ კრემლში ჭირდებოდათ მაშინდელ კაგებეშნიკებს საბჭოთა წყობის ნგრევა რომ დაენგრიათ და მე ეს ოლიგარქიული კლანები შექმნილიყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით თუმცა ფორმაცია დარჩენილიყო ისეთი ესენგეს ფორმატში როგორც უნდა ყოფილიყო დასავლეთ ჭირდებოდა საბჭოთა კავშირის წაქცევა ამაში იყვნენ მთავარი როლი უნდა ეთამაშათ ამ დისიდენტებს რომელი დისიდენტებიც იყვნენ წყობის წინააღმდეგ ვითომ მათ მხარს უჭერდნენ და როდესაც გამოვიდა ეს ხალხი ზოგი ციხეებიდან ზოგი გადასახლებიდან დაბრუნდნენ და რეალურად როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში მაშინ დასავლეთმა პირველმა გაყიდა ეროვნული ხელისუფლებები და ეროვნული ადამიანები იმ პერიოდის ზვიადგამსახურდიას ვაცლავ ჰაველმაც კი უარი უთხრა აღარაფერს იმაზე რა ქვია ხარდაჭერაზე და თავშესაფრის მიღებაზე მათ შორის ევროპაში როდესაც იყო ეს ცნობილი ფაქტია ვისაც არ უნდა ეს ევროპის დემოკრატიის სახეთ ცნობილი ვაცლავ ჰაველზე და მე ეს სააკაშვილის ძმაკაცი იყო თურმე ვაცლავ ჰაველი იმასაც ძაღლი მიაგდა და იმასაც ძაღლი მიაგდა საფლავში ორივეს ამას აქ ვივამეთში და მე რა გააკეთა დასავლეთმა გააკეთა ის რაც იყო რეალური დასავლეთის სახე მე აღმოჩნდა რომ თურმე ზვიადგამსახურდია ეროვნული ხელისუფლება თურმე დინების აღმა მიდიოდა ამიტომ ესა სისხლიანი და დამპალი ესა ფაშისტი პროვინციული ფაშისტი ზვიადგამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის რეჟიმები თურმე უნდა მოქცეულიყვნენ ბლოკადაში სანქციაში აღიარების პრობლემები უნდა ქონოდა ასე შემდეგ და დასავლეთს უნდა გაეკეთებია სტავკა გამოცდილ თავის ძაღლის შვილზე თავის მოღალატე ნაბიჯვარზე შევარდნაძეზე სიგუაზე კიტოვანზე და იმაზე რა ქვია იოსელიანზე როდესაც ჩამოფრინდებოდა იმაში ბეიკერი და ისინი იმაში თბილისის აეროპორტში ჯაბა იოსელიანს ართმევდნენ ხელს და შენჭირი მე შენ გენაცვალე და დახვრეტილ იმას რა ქვია ადამიანებს ქუჩაში ვერ ამჩნევდნენ და მოახდინეს ის რაც მოახდინეს და დაანგრიეს ეს ქვეყანა გაანადგურეს ეს იყო ამათი გვერდით დგომა ეს იყო მაგათი მიზანი გადაკიდეს რუსეთი და საქართველო ერთმანეთს იქით ამხრიდან აქეთ ამხრიდან და ვიყავით ცხოვრობდით იმ ქაოსში და იმ წელგატეხილებმა კიდევ ვერ წამოვიდგით წელი მეორე შემთხვევა როდესაც სააკაშვილის დროს როდესაც იქნა შექმნილი ეს ფსევდოვითომ ეროვნული მოძრაობები ერთი წუთი თუ შეიძლება კითხვები ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობ და არ მინდა უბრალოდ აზრი გამექცეს კითხვები ვისაც გაქვთ შეგიძლიათ ამისვათ ბოლოში რა არცალი ეხლა უბრალოდ საერთოდ გავთიშა უბრალოდ ჩats აი ესე ხო აქედან გამომდინარე მეორე შემთხვევა იყო როდესაც უკვე შევარდნაძის ჩანაცვლება უნდა და უფრო ქვეწარმავალი ძალით სააკაშვილის სახით მაშინ შექმნეს ვითომ ეროვნული ძალები ვითომ
სააკაშვილის მხარდამჭერი ეროვნული ისინი, რომლებიც თურმე ჩაუშესკუს შევარდნაძეს ებრძოდნენ და შევარდნაძეს გაასამართლებდნენ თურმე და ასე იზამდნენ. მოვიდნენ ამ შირმით. მე ეს ხალხი როგორც გითხარით და ძალიან კარგად იცოდა აბსანძემ ასყვებმაც რომ სააკაშვილი შევარდნაძეს არ გაასამართლებდა და არ გაასამართლაო შევარდნაძეო ბიჭო მის მერეს მინისტრი იყავი იმდენი ხანი შევარდნაძის გასამართლება ამგეს როდომოდათ ბევრი კი არ დაჭირდებოდა როგორც ჩაუჩესკუს გაუკეთებდნენ ისე მოკიდებდნენ ხელს და მის დამპალ ცოლთან ერთად მიაყენებდნენ კედელზე და წაუკითხავდნენ განაჩენს ქართველი ერის გენოციდისთვის და დახვრეტენ და შენ მაგას ვერ ხედავდი ამდენი ხანი ახლა მაგ უკვე საუბარი საერთოდ ეს პიროვნება ჩემში ძალიან ბევრ იმას იწვევს რა ქვია და აქედან გამომდინარე თურმე ისინი დაიჭირაო ეროვნული იმის ხალხიო და მეცო მე ვავდექი სინამდვილეში რა გამოიყენეს მაშინ ეროვნული მოძრაობის ხალხი აი ამ ლეგალიზებისთვის სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ახლა ვინც კარგად იცოდა და ვინც კარგად იცნობდა ყველამ კარგად იცოდა რომ ეგ არაფერი ეროვნულზე არ იყო საუბარი და არავინ ეროვნული აქ არ მოდიოდა იყო ანტიეროვნული დამპალი სააკაშვილის რეჟიმი მაგრამ იყო უკვე შეკრული იყო ყველაზე ასე რომ ვთქვათ საშიში ჯგუფი რომლებიც იყვნენ ეს მიშისტი ზვიადისტების ჯგუფი რომლებმაც რეიკორნირებული მიშა დაინახეს იმაში რა ქვია ზვიადში რეიკორნირებული მიშა ჯერ ბიჭო შეუძლებელია აი ახლავე ვამბობ რა ყველა მიშისტი ეგრეთ წოდებული მიშისტი ზვიადისტი არის ჩვეულებრივი მოღალატე მაშინდელი ხელისუფლების ვის რა გაქვთ ჩადენილი იმ პერიოდში ეს კიდე ცალკე საქმე არის ეს ცალკე გამოძიების საკითხი არის როგორ არანაირად არ თავსდებდა ერთმანეთში ადამიანმა იცოდეს ზვიადგამსახურდია და ეროვნული მოძრაობა და დაინახო სააკაშვილში რეიკორნირებული ზვიადგამსახურდია ეს არის გამორიცხული არ ხდება ეს არ არსებობს იმიტომ ეს არის როგორც წყალი და ზეთი ერთმანეთთან შეუზავებელი ისეთი ორი პიროვნება ორი იდეოლოგია ორი მიმართულება არ არსებობს ახლა მე სხვათა შორის ამ ეროვნული ძალების მიმართ კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, როდესაც მოეთრეოდა ეს ივანიშვილი, მაშინ შეიქმნა გაერთიანება ეროვნულები, რომელიც მართლა გულით და სულით უჭერდნენ მხარს ამ რეჟიმის სააკაშვილის რეჟიმის მოსვლას, თუმცა ეს ხალხი ჩვეულებრივად მოტყუებული, გადაგდებული იქნა და ახლა არის მეოთხე ეტაპი უკვე პირდაპირ მინდა გითხრათ დასავლეთი გეგმავს საქართველოში რევოლუციას, ამ რევოლუციას ჭირდება ადგილზე ლეგიტიმაცია და ქმნის აი ამ საფუძველს. აი ამ საფუძველის, აი ამ ყველაფრის თქმის იმას, რა ქვია, უფლებას გარდა იმისა, რომ დროსა და სივრცეში რაც ხდება, მე ამოვიწერე აქ უსმენდი საკმაოდ ყურადღებით ამ ყველაფერს და ამოვიწერე მნიშვნელოვანი საკითხები. რომელი საკითხებიც ახლა მაგათი სხდომიდან ესა რა ქვია იქნა შემჩნევდა რატო ვამბობ ამას პირდაპირ პირველ რიგში მაგ იყო განაცხადეს რომ მიდიან ისინი ევროკავშირში მინდა ხაზგასმით თქვა მიუხედავად იმისა რომ ზვიადგამსახურდია დასავლეთ ევროპის კვლევარი და სპეციალისტი იყო და საქართველოს ცივილიზაციას განიხილავდა ვისაც გაინტერესებთ ეს ევროპულ ცივილიზაციებთან თანხვედრაში და ასე შემდეგ არასდროს მას არ უთქვია რომ ევროკავშირის გაერთიანებაში და ნატოს გაერთიანებაში და ესეთ გაერთიანებაში უნდა გაწევრიანდეს საქართველო მე არ მახსენდება მისი ნათქვამი ეს როდესაც ის იყო პრეზიდენტი და პირიქით ამბობდა რომ დასავლეთის დაღუპვა საქართველოსთვის ისევე როგორც რუსეთი არის დაღუპვა და ამიტომ იქნა გაწირული ის დასავლეთიდან გაგახსენებთ მის შემდეგ ნეზავისიმე გაზეთაში მიცემულ ვრცელ ინტერვიუს სადაც ის პირიქით ამხელდა ამერიკულ ევროპულ იმპერიალიზმს რომელი იმპერიალიზმსაც სხვათა შორის დავით როზე კენედი ამბობდა და ისიც მოკლეს და ესეც მოკლეს და ახლა დღეს რო იძახიან რომ თურმე ზვიადს ეს არ უთქვია და როგორ არ უთქვია ვრცელი ინტერვიუ არის რომელშიც ის პირდაპირ ამბობდა დასავლეთის იმ მზაკრულ და ბოროტ გეგმებს რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოში
აი ესენი კიდე შიგ ევროპაში მიდიან უკნით, რომელ ევროპაში მიდიხართ, ისა რა ქვია, დინების აღმარო მიდის და სადაც ზვიად გამსახურდია ფაშისტი და ნაცისტია? პროვინციული იქ მიდიხართ? ამათვის ზვიად გამსახურდი არის ბნელი გრუზინი. ხო. რა თქმა უნდა ახლა გამოაცხადეს, რომ ისინი უნდა დაეხმარონ ოპოზიციას, რადგან ხელისუფლება არის შევარდნაძის ხელისუფლებაზე მეტი პრორუსული. სიმართლე მინდა გითხრათ, საქართველოში ყველა ხელისუფლება პრორუსული იყო, ყველა აკეთებდა რუსეთის საქმეს, როგორც შევარდნაძის საქმე, როგორც შევარდნაძე, ისე სააკაშვილი და ისე დღევანდელი ესენი რუსეთის საქართველოსთან არსად არ წასულა. ზვიადის მკვლელობის შემდეგ განსაკუთრებით. თურმე უნდა იხსნან ქაოსისგან ქვეყანა, ანუ აქვთ ინფორმაცია, რომ ქვეყანაში იქნება ქაოსი და როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ქაოსის იმაში ვაი ვისკენ ბიძინასკენ თუ მიშასკენ აგერ გამოჩნდება მესამე გზა, მესამე ძალა, რომელსაც ერქმევა კანონიერი ხელისუფლება და წამოყოფს აქ ხალხი თავს და დაუდგებიან ამათ გვერდით და იქნება აბზანზე, თავარი სარდალი. ხო, ისინი ამბობენ, რომ თურმე ისინი ითანამშრომლებენ ასევე პარტიებთან, რომელზეც ცხონებული ზვიად გამსახურდია პირდაპირ ამბობდა, იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთიო. რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა. ანუ საქართველოს მოღალატეთა კავშირთან, რომელიც წარმოადგენს ეს ანასხლეტები, ნამსხვრევები, სინამდვილეში ერთი და იგივე ძალა, ალბათ ჩამოთვალეს იქ პარტიებიც და ისინი ალბათ ბოკერიასთან აპირებთ განსაკუთრებით თანამშრომლობას, ხო? ბოკერიასთან და მის იმას ცოლთან და ემათთან, რა ქვია, პირწავარდნელ პუჩისტებთან, მთელ ნაძირლებთან, რაფერაც ყავდათ რურუები და ისინი იმათთან თანამშრომლობას. ზუსტად იგივე ბალტიურის სინდრომით გაჯერებული რუსოფობიული განცხადებები, რომ რუსეთი არის მტერი და მასთან დაკავშირებული ეს რაც უკვე ჩადეს ამდენი ხანია. კი ბატონო, ვამბობ იმას, რომ რუსეთი არის საქართველოს ტერიტორიების ამას დებილი უნდა იყო, რო არ თქვა, ოკუპანტი და დაპყრობილი აქვს, მაგრამ ერთი რაღაცის თქვა მინდა, რუსოფობია დაღუპავს საქართველოს. საქართველოსთან მალე ქვაზე არ დარჩება. რუსოფობიაზე აწყობილი დასავლური პოლიტიკა, როდესაც რუსეთს აგინებ ყველა ასპექტში და ყველაფერში ეხუტები დასავლეთს. ზუსტად იგივე განცხადებები. ხო, საინტერესო იყო აქ, რომ ზვიადის შვილები, მე მინდა ზვიადის შვილებთან დაკავშირებით თქვა, რომ ზვიადის შვილებზე ბუნებამ დაისვენა. გაჭირვებული ბიჭს უშურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ფეხზე დადგომას, კარგად ყოფნას და ადამიანი არის და ნამდვილად ჭირდება, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ზვიადის შვილები აქ რა სახსენებელი და მოსატანი იყო, გასაგებია ზვიადის შვილები არიან, მაგრამ რაშვაშია პოლიტიკასთან და ამ ყველაფერთან. გასაგებია იქედან გამომდინარე ზვიადის შვილები რა კონტექსტშიც არის სახსენები, ეს კოკო გამსახურდია, ხან ამასთან იყო, ხან იმასთან იყო, ყველა მთავრობასთან იყო და ეს გიორგი მეორე, რომელიც ახლა კოცებთანა, ამათი სიტყვა არ უნდა იყოს ხალხისთვის მისაღები, რომ ისინი არსებული რეჟიმის დასაცავად ამოიღებენ ხმას. ხო, საინტერესო იყო, უმთავრესად ეს იყო დაგეგმილი, ჩაფიქრებული პროცესი, დაფინანსებული, შეკვეთილი თავისთავად, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ შეიკრიბეს თუ არა იმ წუთში აბსანზე გამოაცხადეს იმათ, რა ქვია, პირველ კაცად, მთავრობის თავმჯდომარედ, თუ რა ვიცი რაც გამოაცხადეს. კი, მაგრამ და იქ იძახოდნენ, რომ ისო, რა ქვია, სხვა მთავრობის წევრიო ვინ აქვს? კი, არა. გუგუშვილი ხო ცოცხალია, ეგრე ფინეთიდან ჩამოგიყვანათ და დაგესვათ, ვარეღამ თქვენ იმაზე, რა ქვია და ის პრემიერ-მინისტრი იყო, მე მგონი, ხო არ მეშლებ. ხო, მეტი არავინოა, უალტერნატივო კაცი ყავს. მოკლედ ამ ყველაფრის გეგმა არის ორხელისუფლებიანობის შექმნა ქვეყანაში, ილუზიის შექმნა. ეს ასე ხდებოდა, პუჩის დროსაც ასე ხდებოდა. პუჩის დროს აი იქ ფილარმონიაში იყო ჩრდილოვანი ხელისუფლება შექმნილი და იქ იყვნენ ალტერნატიული ხელისუფლების წარმომადგენლები, სიგუა, კიტოვანი და ეს მთელი ახლა ესენი დაჯდებიან ალბათ და ეს ყველაფერი არის გამზადებული იმისთვის, რომ იქნას უბრალოდ ამოვიწერე და ყველაფერი არ მახსოვს ამათი სიბრძნეები, არ მინდა რამე რუამერიოს, ან რამე გამომრჩეს, თუ რამე მე კითხვებზე გადმოვალ, თქვენ თუ რამე კითხვა გაქვთ, გამეცით პასუხი. და რა არის, იცით? ეს ვინც მოიფიქრა, ძალიან დიდი გველის მოფიქრებულია, მინდა პირდაპირ გითხრათ. და მე გეტყვით ვინ არიან ეს გველები. ეს არის დაახლოებით 7 ადამიანი არის. 7 ადამიანი არის,
ჩემი ინფორმაციით, რომლებსაც აქვთ მოფიქრებული ეს ყველაფერი და რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობენ. ეს ადამიანები არის გუბოზა სანიკიძე, რომელსაც რო კითხო თურმე ზვიადის ერთგული თანამებრძოლი იყო და მისი ბოზიშვილი მამა ტელევიზიით მოუწოდებდა ხალხს, რომ ისო პრეზიდენტი გაიქცა და მოღალატეაო, ანუ მამა პუჩისტი იყო და შვილი ის, რა ქვია, ეროვნული ხელისუფლების მომხრე და სული ძახუ და ხელი მომაწერე. გოგი ხოშტარია, ელენე ხოშტარიას მამა. ეკა ხერხეულიძე ის ძუკნა ნაცი, განაცებული ეროვნული ქალი. ბოცო ციკლაური ეს მიშას უსაყვარლესი დეპუტატი, სევდია უგრეხელიძე ესეც ხო ვითომ ეროვნულობს, ესეც ხო ეროვნული არის. ზვიად ძიძიგური ეს უნაგვესი პიროვნება ეს არ ვიცი მე ამ ადამიანს რო შევხედავ პირდაპირ შეფურთხება რომ მინდება ეს ადამიანია და კიდე ქალის ფორმაში გადაცმული ირინა სარიშვილი. აი ამ მათხოვრების, აი ამ ნაგვების მოფიქრებული არის ეს ყველაფერი, რომლის მიზანიც არის ერთ მხრივ მაქსიმალურად დისკრედიტაცია ზვიად გამსახურდიასი, ეროვნული მოძრაობის, ეროვნული ხელისუფლების ცნების საერთოდ ნიველირების და ამის აღდგენის სურვილიც რო საერთოდ მომავალში იქნას გამქრალი და გაცამტვერება ამ ყველაფრის და მეორეს მხრივ ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც მოღალატეობრივი საქმიანობაც იყო თავის დროზე, ეს იყო გარეძალებზე და მოღალატეებზე მხარდაჭერა ქვეყანაში არეულობისთვის და გადატრიალებისთვის. არ მინდა მე ვინმეს დარჩეს შტაბ-ეჭდილება იმისი, რომ მე არსებული რეჟიმის მომხრე ვარ, მიმიფურთხებია ბიძინა ივანიშვილისთვის, მიმიფურთხებია ქართული ოცნებისთვის, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, ჩვეულებრივი ნაძირლები არიან, მათ შექმნეს ქვეყანაში ეს მდგომარეობა, რომ აქამდე არის მისული ყველაფერი, ზუსტად მაგათი პოლიტიკის დამსახურება არის, რომ დღემდე საქართველოს აი ამ ჭაობში არის და ვერ ამოდის და აი ესეთი ნაძირლობებით იმართება ქვეყანა და არაკანონიერებით, არახელისუფლებით, ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დამსახურება არის, რომ ამ ხნის მანძილზე გამოუძიებელი არის ზვიად გამსახურდიას მკვლელობა და მე მინდა ამ ახალ აღდგენილ ხელისუფლებას ვკითხოთ, ჩვენჩემის გადანგრეულებო, ჯერ იმაზე მიგეღწიათ, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა ყოფილიყო გამოძიებული და მე გელაპარაკათ აღდგენილ ხელისუფლებაზე, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, ბიჭო, ის ხუები რო არიან, ის მოადგილეთ რო დაინიშნა, იმან რა ქვია, აფსანძემ ის ერთ-ერთი ბრალდებული არის იმის რა ქვია ზვიად გამსახურდიას გაყიდვაში და მკვლელობაში. ასია ეს არსებობს ამის ეჭვები არსებობს პირდაპირ რომ მონაწილეობდნენ ესენი ყველაფერი ამაში და დღეს ხო იმაში რა ქვია დარბიან ყოველ მეორე დღეს კიევში ის რა ქვია მაიდანზე აფრიანებენ უკრაინის დროშებს ჩამორბიან აქ ლაივებს წერენ იმაში რა ქვია რუსთაველზე და ფრიმიშას და ამას იძახიან და რა ქვია იმას მზიამაღლობელს და ამის და ესეთ დასირებული ხალხი იმათ რა ქვია ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან თქვენ ბიჭო ვის აბოლებთ ვის აშტერებთ მე მაინტერესებს სად იყო ის ღირსეული ადამიანი ორ ქალბატონს დავასახელე სად იყო ქალბატონი დენისა სუმბაძე რომელიც ამ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი იყო სად იყო ქალბატონი ქუთაისელი ქალბატონი ლია კაცაძე იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის რა ნაგვები რა მიზნით იკრიბებოდნენ მე არ ვამბობ რომ ყველას მივაყენო იქ შეურაცხყოფა ვინც იყო მაგრამ ბიჭო ნუ თუ არ იცით ამდენი რომ ეს ყველაფერი ამის გამო ხდება და მაინტერესებს ერთი 32 კაციანი კვორუმი როდის მერე იყო გამხდარია იქ რასაც საუბრობთ იურიდიულ საკითხებზე ეს საერთოდ სასაცილო არის ის ყველაფერი რაც იქ განაცხადეს ეს არის იდიოტიზმი ეს არის სისულელე აი ამ ყველაფერს ეს ყველაფერი არის შირმა შექმნილი იმისთვის რომ იქნას წინ წამოწეულები არეულობის შემთხვევაში და ამათ უკან დადგეს ეს ეგრეთ წოდებული რევოლუციური ძალები ეს ნაცები ეს რა ვიცი ვინც არიან ამათი არასამთავრობოები და ელემენტარული ბიჭო ხო აი იქნა ნახსენები და მე ანა დოლიძესთან რო ეს მაინტერესებს რა პირდაპირ აფსანძეს მინდა ვკითხო ანა დოლიძესთან როდის მერე და მისნაირ ნაგვებთან და აი მინდა ჩუხუებთან რო ალიანსს კრავ რომელი ეროვნული ხელისუფლებაზე ლაპარაკო
სოროსელ პირწავარნილ ვირთხაზე, რომელიც კურირებს საქართველოში ზუსტად სოროსის დაფინანსების და დასავლეთის დაფინანსების ამბებს. ნიფხავს რო იგლიჯავს ყველაფერი ქართულის, ყველაფერი ეროვნულის მოძულეს. როდის მერე გახდნენ ანადოლიძე და ესენი ზვიადის და მერაბის გზის გამგრძელებლები. სირცხვილი თქვენ. სირცხვილი, საერთოდ კაცობა არ შემოგჩენიათ და საერთოდ ქალობა არ შემოგჩენიათ. და ეს უკანასკნელი ალბათ ლურსმანი გინდათ დააჭედოთ. მიმიფურთხებია ბიძინა ივანიშვილისთვის თქვა კიდე ერთხელ ვამბობ, რომ აქამდე მიიყვანა ქვეყანაში საქმე და რა უნდა მოვთხოვო მე იმაზე. პინგვინი ყავს ალბათ მისახედი და ზებრა ყავს ალბათ მისახედი და ნარცალია ახლა და ეს იყიდის ეგრე ზოგს გაყიდის და ვაჭრულად გააგრძელებს იმასავით რა ქვია ცხოვრება და ქართულ ბანკი იმას დაურიცხავს ეგი იმას დაურიცხავს და თვითონ არ ურიცხავდა ბიძინ იმას მიხეილ სააკაშვილს და იმას კითხვას ვსვამ ბიჭო ამდენი ხალხი იმისთვის შეკრებილი ყავით და ერთი ხმა მოგიღოთ გამსახურდიას მკვლელობა ამდენი ხანი რატო არაა გამოძიებული რატო არაა შარაძის მკვლელობა გამოძიებული სად იყავით მთელი ამდენი ხნის მანძილზე თქვენი მიზანი არის ამ ყველაფრის ჩაშლა და განადგურება. იქ ვინც იყავით და ამდენს ვერ ხვდებით, ამ ხნის ადამიანები ამდენი რამე გამოვლილი, ამდენი რამე ნანახი და შავს და თეთრს ვერ ცნობთ, მე გაოგნებული ვარ სიმართლე გითხრათ რა. ვინ ვერ ხვდებით ამას. თავს იშტერებთ თუ მართლა მაშინ საერთოდ არაფერი გწონიათ ამ ცხოვრებაში. ახლა თუ ვინმეს გააქვთ რაიმე კითხვა დასვით ბატონო ეს კითხვა და მე მზად ვარ გავცე პასუხი მე მექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ დღეებში მე აუცილებლად გაჩვენებ თქვენ ფილმს აი ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით და გვარებს მოისმენთ რომელ გვარებსაც დღეს ეგრეთ წოდებულ იმაში რა ქვია ახალ აღდგენილ კანონიერ ხელისუფლებაში ნახავთ სისულელი არც მინდა ამის განმეორება და საერთოდ ამ თემატიკას სჭირდება გავრცობა შესწავლა აქედან მოდის მთელი უბედურება და ძალიან მაინტერესებს ერთი რაღაცა თქვენ კაი ხალხო როგორ ამდენი ხნის მანძილზე ასე მარტივად თუ იყო შესაძლებელი ეს როგორ ვერ მოახერხეთ ელემენტარული კითხვა აი ამაში არის მთელი უბედურება არის ამ ყველაფრის გეგმა არის ის რომ საქართველოში იქნას არეულობა და უბედურება კიდევ ერთხელ გეუბნებით რა მეზიზღება ბიძინა ივანიშვილი მიმიფურთხებია მისი მხარდამჭერებისთვის მიმიფურთხებია მისი პარტიებისთვის რომელიც ნაბოზვარი ნაჩათლახარი მით უმეტეს როგორი ხალხიო შევიდაო ქოცების პარტიაშიო როგორებიც გაზარდეთ დედამოტყუნები რა ღირებულებებზეც გაზარდეთ გუშინ რომ ოლეოლას გეძახდნენ და იმას გესროდნენ რა ქვია მაშხალებს და იმგეს რო გესროდნენ შტურმის ასაღებად დღეს თქვენ პარტიაში არიან როგორებიც გაზარდეთ რანაირების რაც ასწავლეთ რა ღირებულებებიც მიეცით ისეთები ხართ ქოცებს მეტი ღირებულება რა გაქვთ ფულის გულისთვის გაყიდოთ სული ყველაფერზე წაყვიდეთ ეგეთი ნაგავით აავსო აქეთ ხარ ეს კიდე ეს ნაგავი იმდენია რომ იქით გადადის ექსპორტში და აი ამ ძველ ხალხს რა დაგემართათ ბიჭო ნუ თუ არაფერი ელემენტარული წმინდა თქვენში არ დარჩა სირცხვილია უბრალოდ ცხენია იცი მე აქ ძალიან კარგად ვხედავ ამ ყველაფერს ტრები რომლებსაც საკუთარი სახელის და გვარის გამოჩენა არ უნდათ და ქართული ძალიან კარგად იციან და ზოგი სადაა გადახვეწილი და ბედნიერებიდან ტაშს უკრავენ ეი ქართველებო დაჭავეთ ერთმანეთი თქვენ მტერი რადგინათ ერთმანეთს გაანადგურებთ აი აქამდე მიიყვანეს ეს ქვეყანა და მე მინდა უბრალოდ გითხრათ რომ ნურ დადგებით ნურც ბიძინა ივანიშვილის გვერდით ნუ დადგებით ნურც ამათ გვერდით თუ მაინდა მაინც უნდათ ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვა თუ მაინდა მაინც უნდათ რევოლუციები თუ მაინდა მაინც უნდათ არეულობა თუ მაინდა მაინც უნდათ უბედურება გამოათხრიოს აქედან ბიძინა ივანიშვილმა თავისი შვილები გამოათხრიოს აქედან გუბაზამ თავისი უჯიშოშვილი გამოათხრიონ კალაძემ დადგენ და წყვიტონ ერთმანეთი დაანებეთ ხალხო თავი დაეტიეთ სახში არავის გულისთვის არ გახვიდეთ გარეთ თუ გინდათ თუ არ გინდათ ეს აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან ეს დამპალი სისხლი აუცილებლად გამოდინდება მაგრამ მე გეუბნებით ნორმალურ ხალხს დიდი შანსი არის ეს დამპალი სისხლი აი ახლა გამოდინდეს აი ახლა როგორ არ მახსოვს
როგორ არ მახსოვს? ყველაფერი მახსოვს, დავით. ყველაფერი მახსოვს. მე რამდენად უბრალოდ ნერვები რაზე მეშლება, იცი? მე რამდენად ბიჭო შეგიძლიათ უკვე გაყიდოთ ეს ქვეყანა, მე რამდენად შეგიძლიათ გაყიდოთ შვილების მომავალი, ერის მომავალი, როგორ შეგიძლიათ ამით იცხოვროთ? ვინც ახლა ამას აკეთებთ? რასაც ამას აკეთებთ? ურახუნონ ჩემო ძმაო, ნაცმა და ქოცმა, უბრალო ადამიანმა, ძმაო, უბრალო ადამიანმა გაერიდოს ამ ყველაფერს დაჯდეს სახში, ყველას ვეუბნები, არ მიიღოთ ბოიკოტი რა არჩევნები, გადარჩება ქვეყანა. გავა, დაჭამონ ერთმანეთი. გამოიყვანონ თავისი უჯიშო აქტივი. აქეთ მეორემ გამოიყვანოს თავისი უჯიშო აქტივი. იმათგან ადამიანები მაინც არ გამოვა. მე ნორმალურ ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი. ურტყან ერთმანეთს, ერთ გამოვიდეს გუბაზის შვილი. სხვას რო უწოდებს, რომ ქართველი უნდა გამწარდეს, ქართველი უნდა გაწვალდეს. გამოვიდეს იმის, რა ქვია, იმის ცოტნე. ხოდა დავჭიდეთ ჩვენ ნორმალურმა ხალხმა და უყუროთ ამ ყველაფერს. რა ვიცი, ზოგმა ლუდი მოიმარჯვეთ ხელში და ზოგმა ესა რა ქვია, პოპკორნიო და კოკაკოლაო და დაჯექით და უყურეთ. უკაცრავად? ხო, ეხლა ჩემო თქვენ გენაცვალეთ რა, ერთი ელემენტარული რაღაცის თქვა მინდა, რომ თურმე ქოცებმაო, რომ ნატო და ევროკავშირი ამუშალონო იმიდანო კონსტიტუციური ჩანაწერიდანო დიდ სანქციებს დააკისრებენ. ჯერ ერთი ქოცებს მინდა უთხრა. კი, მაგრამ როდესაც ჩაწერეთ ეს იდიოტიზმი და საქართველო გახდა ლაბორატორია გახდა, ყოველთვის ასე იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და 80-იანებიდან მოყოლებული და დღევანდელ დღესაც და გახადეთ ქვეყანა ლაბორატორია და ასეთი იურიდიული იდიოტიზმი არსად არ არის, რომ ქვეყანას კონსტიტუციაში ეწეროს იმ გაერთიანებებში შესვლა, რომელი გაერთიანებებიც არავინ იცის ხვალ ზეგი არსებობს თუ არა, ეს ერთი. ვინმე დაგაძალათ ამის ჩაწერა? არა, თქვენით ხო ჩაწერეთ. საქართველოს მაგალითზე გააკეთეს მე უკრაინაში და საქართველოს მაგალითზე ჩააწერიეს მე მოლდოვაში. გასაგებია დასავლეთიდან იყო ხო მოთხოვნა. ახლა თუ ეწინააღმდეგებით დასავლეთიდან გამოგზავნილ მოთხოვნებს, მაშინ რა ჩაჯიმული ბავშვებით იჯექით. ეს ერთი. ახლა მეორე. მით უმეტეს კონსტიტუციური უმრავლესობა თქვენ გქონდათ. ახლა მეორე. არ ჭირდება მაგას. მე გეტყვით პირდაპირ. მაგის გაუქმებას არ ჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში. აი ხა საკონსტიტუციო სასამართლო დაწერეთ საჩივარი, აწერეთ ეხლა ის რო არის, რა ქვია, თუ თქვენ ვერ წერთ ხო ხალხ, თქვენი შნერი ორგანიზაციების ნეიტრალური საქართველოს და რაღაცა ქართულიო ორგანიზაციაო, ახლა რო გაახსნათ თურმე დიდგორის შეურაცხყოფაზე რო ლაპარაკობთ. დააწერიეთ ვინმე საჩივარი შეიტანეთ იმ საკონსტიტუციო სასამართლოში და გაუქმებიეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვეულებრივად მაგ გადაწყვეტილება. რა პრობლემაა? გამოიტანს, იმიტომ რომ იდიოტიზმია. არანორმალურია. არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში იდიოტიზმები არ ხდება, გარდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა, რომელშიც საქართველოს იყო პიონერი. და მოაშლევიეთ. ჩემო ზვიად, აი ხალხის იმას ნერვიულობს, რომ უიზო მიმოსვლა შეჩერდება თუ არ შეჩერდება. და რაშია საქმე, იცით? ხალხს უიზო მიმოსვლის შეჩერების ეშინიათ და რეალური საფრთხე რომ თავზე დაემხოთ და საქართველოს როგორც სახელმწიფომ საერთოდ შეწყვიტოს არსებობა ეს არ აინტერესებს. ომის არ ეშინიათ რო კითხო და უვიზოში ეშინიათ. გონიათ რომ ომი არ მოხდება. დიდი ალბათობით მე ვფიქრობ რომ დიდი ალბათობით დასავლეთი ყველაფერზე წავა. ამისთვის მზადდება ეს სცენარები, ჩვეულებრივად ხდება ეს სცენარები, რომელიც სცენარებიც იწერება არეულობისთვის, ბარდაგისთვის და ამას ჭირდება საფუძველი და უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შეიძლება ქვეყანაში დაძაბოს ურთიერთობა და საზოგადოებაში და აი ამ ოქროს იარაღს დასავლეთი აუცილებლად გამოიყენებს ჩემი აზრით, აგერა არჩევნები მოვა და არჩევნებამდე ცოტა ადრე, ან და არჩევნების გაყალბების შემდეგ რასაც ექნება შეფასება არჩევნების გაყალბების შემდეგ აუცილებლად დაიჯება ამითი საქართველოს მოსახლეობა,
რომ გაბრაზებული საქართველოს მოსახლეობა ესე რომ ვთქვათ გამოვიდეს და რევოლუციები მოახდინოს, იმიტომ რომ სავიზო რეჟიმი დაბრუნდეს რომ იაროს. ჩემო ძმაო, მე როგორც ერთ რიგით ადამიანს, ხო, დიდი მადლობა ჯერ ერთი დამოკიდებულებისთვის. მე ერთ როგორც რიგით ადამიანს, ხო, მაქვს ესეთი ხედვა და რა თქმა უნდა, მყავს თანამოაზრები, მაგრამ ჩემი რესურსები ამ ყველაფერს არ წვდება და მე არ შემიძლია ეგ ყველაფერი ასე მარტივად ერთი ხელის მოსვლით ამას აკეთებენ ესენი, რომელსაც ყავთ უამრავი მხარდამჭერი, უამრავი არის პოლიტექნოლოგიის და უამრავი ხელშემწყობი. როდის მე იყო ვინმე ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს, მით უმეტეს უცხოეთში, სადაც ეხა უცხოეთში ეს წლებია, აქეთ ვარ იძულებული წამოვედი და ვარ გამოკიდებული და სულ ფეხებზე მკიდია, მომწემენ თუ არ მომწემენ ამას რაცა ეს თავისთვის დაიტოვონ, მიმფურთხებია იმისთვისავა, რომ გავრიდებოდი მაქაურ სიტუაციას და უსაბუთო ადამიანისთვის, უსახკარო ადამიანისთვის, უმუშევარი ადამიანისთვის მარტივი არის ესეთი გაერთიანებების უცხოეთში ჩამოყალიბება, რომელი გაერთიანებებიც მე საქართველოში მოახდენს გავლენას. თანამი არა მაქვს მაგის სურვილი, მაგრამ მაგის რესურსი და შესაძლებლობა ჩემნაირ ადამიანს ვინ მიცა და უბრალო ადამიანს. ხო, ნუ არ ვიცი ახლა იცით, ამას ნუ ვიტყვით, რომ აღარავის არ აინტერესებს ვიზა და მოდი ნუ ვიტყვით ამას, იცით, არ არის ეგრე, რომ ვიღაცას ვიზა არ აინტერესებს. თქვენ არ ვიცი იცით თუ არა, მე ფილმიც გადავიღე და ორივე სერიაში მქონდა აღწერილი ის ტრაგიკული მდგომარეობა ქართველების, რომელი ტრაგიკული მდგომარეობაც არის შექმნილი საქართველოში და როდესაც მშობლებს მოყავთ შვილები, რომლებსაც მოყავთ ოჯახის წევრები, რომლებსაც მოყავთ თავიანთი, რა ვიცი, ნათესავი ან თვითონ მოდიან იმისთვის, რომ თავი ჩაბარდნენ აქაურ ხელისუფლებებს, რომლებიც შემდეგ მას უმკურნალებენ. და ეს არ არის ერთი და ორი, ეს 10,000-ობით გადარჩენილი სიცოცხლე. საფრანგეთში კონკრეტულად 10,000-ობით მათთვის ვიზა ეს სიცოცხლის საკითხია. ამიტომ როგორ არ ნიშნავს, ბევრ რაღაცას ნიშნავს მათთვის. ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. აი ხარი ძმა მშვიდობა მოგწეს, ღმერთმა საერთოდ ფეხი გადადა. ვარ ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ იმას, ხო, დიდი ქართველთა გაერთიანების, ნორმალური ქართველები, ვინც დავრჩით და პარტიის გარეშე და რაღაცეების გარეშე თუ გვინდა ერთობის ჩამოყალიბება, გვაქვს დაწყებული და მოვახერხებთ, შეგვიძლია სუფალი და შევძლებთ ამ ყველაფერს, რომ რაღაცა გავაკეთოთ. უფლის წყალობით. რაშია ჩემო პატარა ქართველო, იცი, მაგას რო ამბობ, ასე უწერია სახელი და ისტორიას ყოველთვის აქვს თავისი გზა. ისტორია ყოველთვის მიდის და ისტორია აი ყველას ადრე თუ გვიან პასუხს ცემს და ყველაფერს განსჯის, მაგრამ ისტორიის ყველაზე ულმობელი, ასე რომ ვთქვათ, ტერი არის დრო. როდის იქნება რა დრო დაჭირდება ამ ყველაფერს, რომ ისტორიამ ეს ასე და ის ისე შექმნას, ეგ მე არ ვიცი. არავინ არ იცის რა. ადამიანებს ქონიათ გეგმები, სახელმწიფოებს, იმპერიებს, ყველაფერს და ისტორიას ეს ყველაფერი სხვანაირად შეუტრიალებია და ის რომ საქართველოს და ქართველები საერთოდ ვარსებობ და რუკაზე ვართ დარჩენილი, ესეც ისტორიის დამსახურება არის, მაგრამ ეს ყველაფერი ჰაერზე ხო არ მომხდარა, ამას დაჭირდა საუკუნეების მანძილზე განუწყვეტელი ბრძოლები, სისხლის ღვრა, რწმენაზე უარყოფას რის გამოც გთხოვდნენ, რომ ხორცი გადაგვერჩინა და ამისთვის ბრძოლა და შემდეგ რამდენი რამე და მოვაღწიეთ აქამდე, ხო, მოვედით. მაგრამ ეს არ მომხდარა ჰაერზე, ეს მოხდა სისხლის, ოფლის, გონების და ბრძოლის ხარჯზე. და დღეს მე ვერ ხედავ საქართველოში იმას, რომ ვინმე სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს, მე ვერ ხედავ იმას, რომ ეს ადამიანები სამშობლოს მომავალზე ფიქრობდნენ, ხედავ ერთს ხედავ, რომ აი კოლექტიური გუბასანიკიძეები მისი რატო ვამბობ ამას, იცით?
აი თუ ასე შემეზიზღებოდა სააკაშვილის მერე ადამიანი ვერ წარმომედგინა, იცით? იმიტომ რომ ახლა გუბასანიკიძე რაც ნაგავია და ნაძირალაა და ყველაფერ ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეროვნული მუხტი გაათახსიროს და გაანადგუროს და ამით ცხოვრობს ერთია, მაგრამ როგორი ქვეწარმავალი უნდა იყო ადამიანი, ბაბუამისი მოღალატე. ის დიდი ისტორიკოსად რო არის გამოყვანილი. მამა მოღალატე და შვილი ჯერ კიდე აკონიდან ახალამოთრეული ჟღვინტიანი ლაწირაკი ჩამოყალიბებული მოძულე და მოღალატე ქართველი ერის. იქეთ მხარეს გაიხედავთ? იქეთ მხარეს უკეთესები ნუ გონიათ. იქეთ მხარეს ზუსტად ის ნაბიჯო არა, ის ნაძირალა ის ხალხი არიან, რომლებიც გუშინ ოლეოლას რო იძახოდნენ და დღეს რო ეროვნულ ხელისუფლებაში არიან შემძრვალები. ისა ეროვნულ კოცების ხელისუფლებაში არიან შემძრვალები. ანუ ამათი თაობა მოვიდა, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად არათუ გაყიდის ქვეყანას, არათუ ქვეყანას გაანადგურებს, ეს არის მათი არსებობის არსი. საკუთარ ცხოვრებას იქმნიან იმის ხარჯზე, რომ სამშობლო გაყიდონ. ჩემო ძმაო, აი დავით, აი ერთ ელემენტარულ რაღაცას გეტყვი რა. გამოაცხადეს გუშინ ესეთი რაღაცა გამოაცხადეს, რომ თურმე ისინი თანამშრომლობენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტიებთან, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ახლა ჯერთი 5%-იანს ვინ გადალახავდა და რას გადალახავდა, ხომ კარგად ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ საინტერესო მომენტი რა არის, იცი? ცხონებული ზვიად გამსახურდია ამბობდა ამას. რაც მაშინ თქვა, ცხონებულმა ყველაფერი ახდა. იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთი. საქართველოს ხსნა პარტიებით არ ყოფილა და არ იქნება. არ მომხდარა 21 წელს. 21 წელს თუ ვინმე ავნო საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა ავნეს აი ამ ქვეწარმავლელი მენშევიკების. ახლა თუ ვინმე ავნო საქართველოს, ჯერ საქართველოს მოღალატეთა კავშირმა და მერე ნაცპარტიამ ავნო და ახლა ქოცპარტია ავნებს. არანაირად არ შეიძლება პარტიამ არ არის ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა მოწყობილი პარტიული ცხოვრებისთვის. პარტიული ცხოვრება არის ბრიტანეთში, საფრანგეთში და თავის დროზე შეიქმნა იმისთვის, რომ ეროვნული მუხტი რამენაირად ხალხში განულებულიყო და მართლობა ყოფილიყო აი ამ სამოქალაქო ფორმის. აი ეს საქართველოში არ ამართლებს. არა ვერც ერთი პარტია ვერ გადაარჩა. საქართველოს კრიზისიდან შეიძლება გამოიყვანოს, აუცილებლად გამოიყვანოს, თუ იქნება ძლიერი ეროვნული მოძრაობა. ძლიერი ეროვნული მუხტი, რომლის მიზანიც არ იქნება სკამი და რომლის მიზანიც არ იქნება მთავრობაში მოსვლა. იქნება ეროვნული საკითხები და დაავალებს, აიძულებს ნებისმიერს, ვინც იქ იჯდება, რომ გააკეთოს ეს ყველაფერი. პარტიით შეცვლილი საქართველო დაივიწყეთ. მორჩა და დამთავრდა. მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა. კიდევ ერთხელ მინდა უთხრა ხალხს, რომ ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე და ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ცლად და რაც ვილაპარაკე, რომ აი ბარეური ეჭვმიტანილი ზვიადის მკვლელობაში ვინც იყო, ისინი არიან დღეს იქ. ეს ჩემი ეჭვები არა ეს. იქ ხალხის ეჭვები არის, იქ არიან ეგრეთ წოდებული მიშისტი ზვიადისტები, იქ არიან მიშას დამინისტრალი ხალხი, იქ არიან ხალხი, რომლებმაც, რა ვიცი, ცხონებული ზვიად მე ხო არ ვამბობ კაცო, ცხონებული ზვიად გამსახურდია ამბობდა 95% მოღალატე მყავდაო და ხა იმ 5%-ში ეს ხალხი რო არ იქნებოდა დარწმუნებული ვარ ნამდვილად. თუმცა ერთი რა არის, იცი საერთოდ ჩვენთან საქართველოში არსებობს ესეთი სენი, როდესაც მოდის არჩევნების წინ ყველა ზვიადისტი ხდება. ყველა 9 აპრილზე იქ იდგა, ყველა ზვიადის და მერაბის მიმდევარი იყო და კიდე მეორე სცენი არის, ყველა მეგრულად იწყებს ლაპარაკს და ზუგდიდში გარბის არჩევნების დასაწყებად. ხო. იმიტომ რომ მეგრელები ბევრი არიან და იქნება ხმა მეტი ხმა მოიპოვოთ. ესა რა ქვია, მიზანი. და ყველა ალაპარაკდება მეგრულად. საერთოდ. ეს აქ. აი ამ სისტემაში, რომელიც შევარდნაძემ ჩამოაყალიბა, არ მიიღოთ მონაწილეობა. არ მიიღოთ უბრალოდ მონაწილეობა და მიმიფურთხებია აი ამათთვის რა. წადით ვიზია და ფრიმი შეიძახით ახლა და
ფრიმზი აიძახეთ და სხვა ფრიები იძახეთ, რომელი ეროვნული ხელისუფლება აღადგინეთ? ერთადერთი ეროვნული პრეზიდენტი, ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი და ერთადერთი კაცი ყავდა მართლა ქართველებს, აი ამ ბოლო პერიოდის მთავარსარდალად დაწყებული ჟორდანია და დამთავრებული აქამდე, ვინც იყო ქართველ ერზე შეყვარებული, თავდადებული, ალბათ დემეტრე თავდადებულს თუ შევადრი ნახდათ საქართველოს ისტორიიდან ზვიად გამსახურდიას ისე შეეწირა მის ქვეყანას. თქვენგან განსხვავებით. თქვა ცხონებულმა მეო გველეშაპის მუცელშიო გამოვაცხადეო დამოუკიდებლო და კი ვიცოდი რაც მოხდებოდა, მაგრამ სათქმელი უნდა დარჩეს დაობებს. ეგ არის და ეგ და ეს არის რაც ვილაპარაკე, ეს არის ამ ყველაფრის მიზანი და მიზეზი. არაფერი ახალი, ჩვეულებრივად ის რაც იყო.